მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი სოციალური დემოკრატიისათვის 26 ეპიზოდი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ საერთაშორისო ქარტეხილებზე თუ იმ საერთაშორისო მოვლენებზე, რომელსაც პირდაპირ ასახვა აქვს საქართველოსაც. ჩვენთან ერთად არიან ვანო აბრამაშვილი, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი და მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის წევრი, ასევე ლუკა ნახუცრიშვილი, კულტურის მკვლევარი და ჩვენი მოძრაობის წევრი და ამ დისკუსიის მოდერაციას გავაკეთებ მე, მედეა ტურაშვილი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის წევრი. მაგრამ სადამ ჩვენს მთავარ თემაზე გადავიდოდეთ და სანამ ამ საერთაშორისო მოვლენებს და საკითხებს შევეხებოდეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სამშაბათს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ჭიათურის პროტესტის მონაწილეებს, ჭიათურის მაღაროელებს, მერაბ სალარიძეს, გიორგი ნეფარიძეს, თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს. მათ რამდენიმე წლიანი პატიმრობა მიესაჯათ იმისათვის, რომ ისინი წლების განმავლობაში ჩართული იყვნენ პროტესტში, იმისათვის, რომ ისინი ითხოვდნენ მიზერულ შემოსავალს საკუთარი ოჯახებისთვის, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ხელისუფლებას მათი მდგომარეობა გაეთვალისწინებინა, ისინი სისხლის სამართლის წესით დაისაჯნენ და ციხეებში გამოიკეტნენ. სამაგიეროდ ფულის შოვნას გააგრძელებენ ოლიგარქები, კომპანიის რუსი მმართველი, უკრაინელი დასანქცირებული ოლიგარქი და ქართულ ოცნებასთან შეზდილი ქართველი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი. ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მას ჰქონდა მიზანი, რომ დაესაჯა ადამიანები იმისთვის, რომ ისინი იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, საკუთარი ოჯახის უფლებებისთვის, საკუთარი სოფლის, ქალაქის დასაცავად, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დასაცავად და ეს იყო ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის საჩვენებლად, რომ დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს, წინააღმდეგობა გაუწიოს ოლიგარქიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კლასს და მათი გამდიდრების მცდელობებს. და ეს საკითხი ალბათ კიდევ უფრო კონტექსტში კარგად ჯდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ოცნებას დაანონსებული აქვს დიდი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გაივლის დიდი ალბათობით ჩვენი მოქალაქეების სახლებზე, ეზოებზე, ჯანმრთელობაზე, მაგრამ სარგებელს მოუტანს იმ ეკონომიკურ ელიტას, რომელმაც მოახერხა მიმდინარე გლობალურ ეკონომიკურ თუ საერთაშორისო დინამიკებში და ტენდენციებში კარგად ჩართვა და ალღოს აღება, ხო? ჭიათურელი მაღაროელების თავსდამტყდარი ეს ამბავი კარგად გვანახებს, თუ როგორ შეუძლია ეკონომიკურ ჯგუფებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს ერთმანეთში გარიგება, როგორ შეუძლიათ კლეპტოკრატებს ერთმანეთში გარიგება, ავტოკრატებს ერთმანეთში გარიგება, იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საკუთარი ფინანსური და მატერიალურ მოგებაზე იფიქრონ. თუმცა ამას შემოგვასაღებენ როგორც ეკონომიკურ აღმავლობას, როგორც ენერგოდამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ასე შემდეგ. ხოლო თუ ადამიანები ეცდებიან საკუთარი უფლებები დაიცვან, ისინი გარეძალებისგან მართულად მოიხსენიებიან და თუ გარედანაც ვინმე შემოგეშველება და ორ სიტყვას შეგაწევს საერთაშორისო ნორმებისა თუ სტანდარტებისკენ მოწოდებით, მაშინ ამას ომში ჩართვას თუ ცალფეხზე ასკიკილა ხტუნაობას დაუძახებენ. ამიტომ პირველი შეკითხვით მე მინდა ლუკასთან გადავიდე, რომ ასეთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონტექსტში რაღაცა ყველა საკითხის გეოპოლიტიზაცია ხდება და საქართველოში განსაკუთრებით ეს მწვავედ დგას. როგორ მივედით აქამდე, ლუკა? მადლობა, მედეა, ხომ? მე მგონი, ეს ყველაფრის გეოპოლიტიკურ ჭრილში გაატანა რო ხდება, მართლა იმან გამოიწვია, რომ ყველანი ვხედავთ მით უმეტეს პატარა ქვეყანა რო ვართ ესეთი და რაღაც საკუთარი სიმყიფის განცდა რო ესე გამძაფრებული გვაქვს, განსაკუთრებით უსუსურად გვხსნათ თავს, ხო? და ვიცით ოცნება ამითი როგორ მანიპულირებს, ხო? მთელი ჩვენი ყურადღება უნდათ რომ
გადატანილი იქნას აი ამ რაღაცა დიდ სოფლიო ჭიდილებზე, ხო, რომ ანუ დიდი რაღაცები ხდება, რომ ყველაფერი დანარჩენი უნდა რაღაცა მეორე ხარისხოვანი გახდეს, ხო, რა თქვა იქ რა მაღაროელებს თუ ღირსეული ცხოვრების მოთხოვნისთვის იჭერენ, თუ იქ ჟურნალისტს, რომელიც შეურაცხყოფის გამო პასუხს გასცემს პოლიციელს 2 წლით ციხეში გაუშვებ, ტროტუარზე დგომისთვის თუ ციხეში გაუშვებ ვიღაცას, ნუ ავიტანთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რა დროს ეგ არის, როცა აი ნახე მსოფლიოში რა ერეები ხდება, ხო? და ანუ გასაგებია, ხო, რომ მსოფლიოში მართლა საშინელებები ხდება და ყოველდღიურად რაღაც განცდა გვაქვს, რომ თავზე გვენგრევა, ხო, აგურაკურ ყველაფერი, მაგრამ და რაც იყო ისაც ძალიან მყიფე წესრიგი, ისიც იშლება. მაგრამ ანუ ისიც ვიცით ხო რომ არ ჭირდება იმას რომ ამ ქარიშხლებში ეს ქვეყანა გადარჩეს, არ ჭირდება ამას რომ ეგ ჭიათურლები 6 წლით გამოკეთო ციხეში და არც ის რომ რა ვიცი ბალდა შემოღობოდა, იქ ხალხს კანიონი წაართვა და ასე შემდეგ, ხო? ხო და მე ანუ გონია რომ ჩვენი როგორც მოძრაობის პასუხიც, ხო, პასუხი რა ანუ რაც შეგვიძლია ჩვენ ვქნათ და ზოგადად ადამიანებმა ხალხმა ვქნათ არის ის რომ არ დავანებოთ ხო ოცნებას რომ მთელი პოლიტიკა რომელიც ისედაც ჩაკლული აქვს ხო ოცნებას იმიტომ რომ მოშალა ყველანაირი ინსტიტუციური მექანიზმები რომ პოლიტიკა აკეთვა ქვეყანაში რომ ანუ არ დავანებოთ მათ რომ პოლიტიკა შეაჭმევინონ აი ამ გეოპოლიტიკას ხო რომ ყველაფერი გეოპოლიტიკაზე ვერ დაიყვანონ ხო არ უნდა დავაშანტაჟებინოთ თავი ხო რომ თუ ზედმეტს გაიფართხალებ რა ვიცი ბომბები წამოვა რაღაც უცხო ძალები იხეირებენ და ასე შემდეგ ხო იმიტომ რომ ისევ და ისევ არ ჭირდება აი ყადაღებულ მშვიდობას ის რომ ჭიათურლები გამოკეტო და ზიანაღლობელი ციხეში ყავდეს და ვალდეს კანიონი რომ ჩააბეტონო ხო რეალურად ანუ ჩვენ თვითონ მე უნდა ვთქვათ ხო არის იმაზე რომ მარტო მთავრობები და მარტო სახელმწიფოები მივიჩნიოთ პოლიტიკის აქტორებად, ხო და მათ გადავულოცოთ ყველაფერი. ხო, რომ ეს არის რაც ოცნებას უნდა და ძალიან ბევრი ანალიტიკოსი იქნება ეს თუ ვინც გინდა, ხო, მემარჯვენე, მემარცხენე, ძალიან ბევრი მსოფლიო მასშტაბითაც აი ესე მარტო აი ამ მთავრობებს განიხილავს ხოლმე როგორც რაღაცა ლეგიტიმურ აქტორს, ხო და საერთოდ გამორიცხული აქვს ხოლმე ამ არც განიხილავენ იმ დემოკრატიულად თვითორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალებს, ხო, რომლებიც რაღაცა უკეთეს ცხოვრებას ითხოვენ, ხო? თითქოს ეს ოპოზიციური ძალებიც, ნუ მეტესობა ყოველ შემთხვევაში, რასაც ხედავთ საჯარო სივრცეში, ისევე უყურებენ პოლიტიკას სამყაროს, როგორც ოცნება, ხო? უბრალოდ რაღაცა სხვადასხვა ბანაკებს ირჩევენ თითქოს, ხო? ანუ უნდა მოვიდეს ტრამპი, ეს დიდი ბიზია და შენი ცუდი მთავრობა გამოგიცვალოს რაღაცა მეორით, ხო? და აქ ერთს უნდა ეს და მეორე ბანაკს არ უნდა ვთქვათ, ხო? თითქოს ანუ პრობლემა ხო აქ ის არის რომ არანაირი იმედი არ არის იმისი რომ ადგილზე არსებული დემოკრატიული ძალები თვითორგანიზებით საკუთარი წიაღიდანვე მოახერხებენ რომ წინააღმდეგობა გაწიონ და რაღაცა ახალი და კარგი შექმნან, ხო? და მაგიტო რაღაცა ის იგივე ირანზეც რაც რა მიდგომებიც გამოიკვეთა, ძალიან კარგად ასახავს ალბათ იმას ჩვენთან საკუთარ თავზე რა წარმოდგენა აქვთ ადამიანებს, ხო? ამ პოლიტიკურ პროცესში. ხო, თავიდანვე იმას რომელი რეჟიმი რამდენად სიძველიანია და ვინ რაზეა წამსვლელი და როგორი განსხვავებულია, ხო? ეხლა ეს კონტექსტები და მაგაზე არ არის ახლა პარაკი, ხო? უბრალოდ მაინც ძალიან დიდი გამოხმაურება რო პოვა და ესეთი ემოციურად ატვირთული რო არის მართლა ეს ირანის ამბავიც ძალიან სიმპტომი არის, ხო? მეორე ამბავი კიდე არის თქვათ ის, რომ აი ლიდერებზე ხდება, ხო, ჩაციკლა, რომ ანუ აუცილებლად ვიღაცა ლიდერი უნდა იყოს და სხვანაირად და მედიებიც ეგრე წარმოაჩენს, სხვანაირად ქუჩაში გამოსული ხალხი რაღაცა უბრალოდ მღურიე მასა არის, ხო? არა და
ირანში მაგალითად ხო ძალიან დიდია ეს თვითორგანიზების ტრადიცია, რომელიც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველას ან ხოცავს, ან ციხეში კეტავს, ან გასაქცევად უხდის საქმეს, საერთოლების რეჟიმი და ყველა ეგ ჯგუფი, ანუ ვინც კი ირანში მთელი ეს ბოლო წლები თუ ათწლეულები რამე ტიპის დემოკრატიულ თვითორგანიზებაში ჩართული ყოფილა, ყველა ამბობს მაგას, რომ ანუ არ გვინდა ისეთი გარეჩარევა, რომელიც აქ პირიქით რეჟიმს გააძლიერებს და ხალხს დააზარალებს, ან ისე არებს სიტუაციას, რომ ქაოსში გავეხვეთ და რელსებიდან გადავარდეს, ეს ისედაც ძალიან რთული და მართლა ძალიან ნელი და ძალიან ბევრ მსხვერპლს რო საჭიროებს და მართლა ახალგაზრდების თაობები რო ჩააწვინა, აი ეგეთი დემოკრატიული ბრძოლის პროცესი. რომლის გარეშეც უბრალოდ კი შეიძლება გადააგდო ეს რეჟიმი, მაგრამ ვერ მიიღებ იმ შედეგს, რითაც ღირს მართლა ამ ხელმსხვერპლის გაღება, ხო, რომ ეს კაჭჭამია რეჟიმი ჩაანაცვლო მართლა რაღაც ჯანსაღით და რაღაცა დემოკრატიულით, ხო? და აი ეს არის ხმები და ეს არის ძალები, რომელთა ხმაც ნაკლებად ისმის ხოლმე ჩვენთანაც, ხო? იმიტომ რომ მეტწილად ისევ მარტო, აი როგორც თქვი, მთავრობები აღიქმებიან ხოლმე აქტორებად და თითქოს ჩვენ თვითონვე ვერ ხედავთ ხოლმე, ჩვენ მე მგონი მოძრაობა ძალიან კარგად ხედავთ, მაგრამ ანუ ვერ ხედავენ ხოლმე ძალიან ხშირად რა როლი შეიძლება კონდეს ხალხის დემოკრატიულ თვითორგანიზებას და სამოქალაქო საზოგადოებას, ხო? ანუ ეს იქნება ეს ჭიათურელი მაღაროელები თუ რაღაცა სხვა მშრომელთა ერთობა, რამე მოძრაობა, პროფკავშირი თუ რაღაცა სხვა ინიციატივა, ხო? რისგანაც შედგება მართლა სამოქალაქო საზოგადოება, ხო? დიდი მადლობა, ლუკა. კი, მართლაც ძალიან საინტერესოა, რომ უკვე აგერ წლებია პრინციპში საქართველოშიც აი ასეთი ტიპის დამოკიდებულებამ საბოლოო ჯამში მოიტანა ის, რომ ადამიანებიც უკვე თავს ვეღარ ხედავენ, ხო, ამ პოლიტიკურ პროცესებში და საქართველოში ანუ გავრცელებული აზრია, რომ აი ჩემ ხმას რა აზრი აქვს, ჩემს ქმედებას რა აზრი აქვს, მე ვინ მეკითხება, ალბათ ამას ყველგან გავიგებთ და სწორედ ეს ავტორიტარიზმიც ამაზე აშენებს მთელ თავის ძალას და კი ძალიან ზუსტად აღნიშნე, რომ ეს მთლად გეოპოლიტიკური კონტექსტის შემოტანა შიდა პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებში სწორედ ამ მიზანსაც ემსახურება, რომ ადამიანი უბრალოდ დააუძლუროს და საკუთარი არსებობის და ძალის ძალში ეჭვი შეატანინოს, ხო? და ზუსტად ამ კონტექსტში ალბათ ასევე მნიშვნელოვანია, აი ვანოშენთან მინდა გადმოვიდე კითხვით, რომ მეორე მხრივ ეს გარდა ამ გეოპოლიტიკური რყევებისა გვაქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები, ხო? და ეს ავტორიტარული აზროვნებაც და რეჟიმიც იმას გვაჯერებს, რომ ჩვენ აი ხელი არ უნდა გავანძრიოთ, ფეხი არ უნდა გავანძრიოთ, რომ შემთხვევით რუსეთი არ დაგვესხას თავს, ანუ უნდა ვიყოთ რაღაცა ამორფული, არარსებული, მიძინებული ქვეყანა და ამით რუსეთს არ გავაღიზიანებთ. რაღაცა აი ასეთი მესიჯი მოდის ქართული ოცნებისგან და ძალიან კარგად შეძლო მან ამ ომის შიშით манипулირება, ხო, საზოგადოების манипулირება და ცხადია, რომ ეს უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში სასიცოცხლოა, მართლაც არსებობს და მსოფლიოშიც უკვე გვაქვს ტენდენციები, როგორიც არის ავტორიტარიზმის ზრდა, მემარჯვენე ძალების ზრდა და ჩვენთვის საქართველოსთვის აი ამ ბუნდოვანებაში, ამ რყევებში სად არის გამოსავალი, ხო? როგორ უნდა მოვახერხოთ ამ მდგომარეობაში გადარჩენაც? რა არის საერთოდ გადარჩენა ამ შემთხვევაში? ესეც ალბათ საკითხავია, ხო? რას ვეძახით გადარჩენას და რა არის ის გზა, რომელიც საქართველოს უნდა აირჩიოს შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად? კი ბატონო, სანამ უშუალოდ კითხვაზე გადავალ, აი ლუკას ნათქვამს გამოვეხმაურები. მართლაც, ანუ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ აი ეს ყველაფრის ახსნა გეოპოლიტიკით, აი ამას შეუშალოთ ხელი, იმიტომ რომ პირველ რიგში манипуляციურია, ძალიან დიდი კომფორტი არის ქართული ოცნებისთვის და ზოგადად ყველა ავტოკრატიული რეჟიმისთვის, იმიტომ რომ ყველაფრის ახსნა შეიძლება უპასუხისმგებლოდ
და მითოლოგიურად რაც ხდება დედამიწის უგზე და მე რა პრობლემებიც ლოკალურად არის, იმის ახსნა შეგიძლია, რომ აი ზემოდან არ გაძლევენ მაგის ნებას, ან შეხედე სხვაგან რა ხდება და ასე შემდეგ. ხო, აი დაახლოებით მარქსს რომ დღევანდელ ეპოქაში ეცხოვრა, რელიგიის ნაცვლად ალბათ აუცილებლად ითხოვდა, რომ ხალხის ოპიუმი არის გეოპოლიტიკა და მართლაც რაღაც გაგებით ფსევდორელიგიაც კი გახდა გეოპოლიტიკა თავისი კერპებით, თავისი ფსევდო ღმერთებით, ხო, რაღაცა პერსონაჟებით, ბერძნულ მითოლოგიისა და ყველას რაღაცა ტრამპი როგორც ზეუსი, მაგალითად ვიღაც პოსეიდონი და ასე შემდეგ. ეს ისე გადახვევისთვის, მაგრამ ის თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ეს არის რა თქმა უნდა ფუნდამენტური კითხვა, ასევე ვიტყვი რომ უსაფრთხოების მხრივ მართლა ძალიან ბევრი გამოწვევა და მე საერთოდ აი ერთი წამითაც არ ვამტყუნებ არავის, ვისაც ნამდვილად ეშინია ომის და სრულიად გასაგებია, ხო, ჩვენ ვართ ტრავმირებული საზოგადოება, ამდენი ომი გამოვიარეთ, მართლა ჯერ შეხედო ჩვენს სამხედრო ახლა მდგომარეობას და საფრთხეებს, რაც ამ მომენტში უარსებობს. ეს არ არის ნამდვილად უსაფუძვლო შიში, უბრალოდ ის თუ როგორ უყურებს ამას აგრესორი ახლა დღევანდელ მდგომარეობაში და იმას ჭირდება თუ არა პირველ რიგში ომი, ეს არის კიდე საინტერესო, ხო, იმიტომ რომ ახლა რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ რაღაცა ომის განახლებაზე და ასე შემდეგ, ელემენტარულად შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას, რუსეთის ფედერაციას დღეს საქართველოში უკვე აქვს მიღწეული მისთვის სავარაუდოდ უკვე გრძელვადიანი სამხედრო მიზნები, ხო? ორი რეგიონის ოკუპაციით, თავის სამხედრო ბაზებით, რუსეთი უკვე ისე გაიწაფა მაგალითად აი ამ თანამედროვე სამხედრო, ესე იგი თანამედროვე ომის წარმოებაში უკრაინაში, რომ აი მაგნაწილში უკრაინასთან ერთად აი შეიძლება რამდენი ნატოს ქვეყანაზე წინაც იყოს და ეს გასაგებია, ხო, რომ რა თქმა უნდა, შიშებია საფრთხეები, მაგრამ ამ მომენტში ის რომ ეხლა რუსეთი რაღაცა ომს განაახლებს, დაგვიპყრობს და ასე შემდეგ, ეს არის ელემენტარულად მართლა უსაფუძვლოა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ის მიზნები უკვე მიღწეულია, წითელი ხაზები გავლებულია და ყველა მომდევნო რაც არ უნდა აქ ავტოკრატიული რეჟიმები იყოს, აი მე მგონი ოცნება უკვე გრძნობს ამას ჩემი რაღაც დაკვირვებით, აი ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით როცა საქართველოს ჰააგაში ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ უნდა გაიყოს გამოძიებული ამის თანაშაულებები და ასე შემდეგ და შემდეგ და ყველა მულტილატერალურ რაღაცას მეტნაკლებად უერთდება ხოლმე. მე მგონი საქართველოს უკვე გრძნობს იმას, რომ მხოლოდ აი ეს შიდა ავტოკრატია არ არის ის მახასიათებელი, რომელთაც შენ შეგიძლია რუსეთის მოკავშირე გახდე ავტომატურად, ხო? იმიტომ რომ რუსეთს როგორც ესე იგი აი ამ ოკუპანტ ქვეყანას უკვე აქვს თავის წითელი ხაზები გავლებული და იმის იქით ის, არაფერს არ დათმობს მაგალითად, ხო? ეხლა მნიშვნელოვანია როგორ ვიცავთ მაგალითად ჩვენს მაგალითად ცენტრალურ ხელისუფლებას მიერ კონტროლება ტერიტორიას, ხო, ესე რომ ვთქვათ, როგორ უნდა დაიცვა ჩვენი საზოგადოება, ამისთვის ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული არის აი ეს მრავალი სახელწოდება ქვია მას, მაგრამ არის ასევე ყოვლის მომცველი უსაფრთხოება, გენება ტოტალური თავდაცვა, ერთიანი საზოგადოებრივი თავდაცვა, მაგალითად და ასე შემდეგ, ხო, სოციალური უსაფრთხოება და ასე შემდეგ, რომელიც მოიცავს ასპექტებს დაწყებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით, რომ შენ არ ყავდეს მოწყვლადი, სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი საზოგადოება, ფსიქოლოგიური მომზადებით, ასევე ბალანსის დაცვით სამოქალაქო და სამხედრო თავდაცვის ნაწილებში, ხო? და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს რაღაცა დიდარი ქვეყნების პრივილეგია, ესეთი რაღაცა მოდელების ქონა, ან რაღაცა ეს კონკრეტულ კულტურულ გარემოში განვითარდა, ხო, როგორც არის მაგალითად, ან გეოგრაფიულ გარემოში, რომელიც არის სკანდინავია, მაგრამ აი მაგალითად ავიღოთ ფინეთი, ხო, რომელსაც ჩვენზე დაუცველი რელიეფი აქვს, მაგალითად, რელიეფური საზღვარი რუსეთთან, აქვს ასევე ომის გამოცდილება, ასე თუ ისე დიდი ხნის წინ ისე რომ ის ისტორიული მეხსიერებაში ეს არ იყო სახქმული და დარჩენილი, ასევე
მოსახლეობთან მეტნაკლებად ერთნაირი არის, ხო, ასე იგი რაოდენობრივად და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ფინეთი არის დაუპყრობელი ქვეყანა. ფინეთს ვერ დაიპყრობ, იმიტომ რომ 3-12 საათში შეუძლია რომ თავისი მოსახლეობის 90% იმ 10,000-ობით თავშესაფარში მოაბილიზოს, რომელიც მას აქვს. ანუ ეს არის მომზადებული ქვეყანა. და დღეს, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცა აი ამ აბსურდული შეხედულებებით, რომ აი საქართველოს მაგალითად ხა რან რეგიონში მოწინავია რაღაცა კუთხით და შენ პირიქით საქართველოს არის ხა ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში მთელს რეგიონში, რომელსაც აღარ აქვს თანამედროვე ომის გამოცდილების, თანამედროვე წარმოების გამოცდილება, რომელიც რადიკალურად შეიცვალა. ასევე წვრთნები მოგეხსენებათ რომ რაღაცა ისეთი პოლიტიკური მხარდაჭერა იმ სამხედრო ცნებს და ნატოსთან კავშირებს აღარ აქვს, ან თანამედროვე რაღაცა ცოდნაზე წვდომაცნელა იკლებს და ასევე ფუნდამენტურად წარია ის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვისაუბროთ იგივე სამხედრო ნაწილზე, ხო? სამხედრო კომპონენტს. მაშინ საზოგადოება ჩვენი არის სრულიად დეზორიენტირებული, რა უნდა გაკეთდეს, მაგალითად აი ესეთი მართლაც ეგზისტენციალური თავდაცვის შემთხვევაში, ხო? და ის კი არა, აი მაგალითად, რა ვიცი, ნებისმიერი ოდნავ რაღაცა ცოტა მეტი ნალექი ქვეყანაში და ქვეყანა პარალიზებულია და ასე შემდეგ. ხო, დაწყებული მუნიციპალური დონიდან და მთავრებული ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ არ იცის რას აკეთებს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს მოდელი ამ მოდელზე უფრო მეტად დავიწყოთ საუბარი და კონკრეტულად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ეს რელევანტური ნაბიჯები რაც არის, აი ეს დავსახოთ და დავიწყოთ ამაზე ადაპტირება. დიდი მადლობა. აი ამაზე როდესაც საუბრობდი საზოგადოებრივ ტოტალურ თავდაცვაზე, ამაზე ხა გამახსენდა ის, რომ არა მხოლოდ თავდაცვა, არამედ საქართველოსთან მოსახლეობის ისეთი დიდი ნაწილია გასული, რომ ჩვენი ხელისუფლება ლაპარაკობს იმაზე, რომ განათლების რეფორმა ისე უნდა დაიწყოს, რომ ესე იგი ახალგაზრდები პირდაპირ შრომით ბაზარზე შეიყვანონ, იმიტომ რომ იაფი ხელის ნაკლებობა არის ქვეყანაში, ხო? ანუ რაღაცა უცნაურ სიტუაციაში ვართ, როდესაც ერთის მხრივ ჩვენ ეს ხელისუფლება სუვერენიტეტზე გვესაუბრება და რაღაცა ესე იგი უცხო ძალებისადმი შეწინააღმდეგების შესაძლებლობაზე, მაგრამ მეორეს ქვეყანაში აღარ რჩება ელემენტარული, იმდენად არის გასული მოსახლეობა და ემიგრაცია იმ ხელ პრობლემა, რომ ქვეყანაში აღარ რჩება ადამიანი, რომელიც დასაქმდება სამუშაო ბაზარზე და ამ კუთხით, ანუ საიდან უნდა მოვიყვანოთ თავდაცვის ეს ტოტალური თავდაცვისათვის საჭირო რაოდენობის ადამიანები, თუ მუდმივად ამ ემიგრაციაზე გვექნება აქცენტი, ხო? და ეს ემიგრაციაც უბრალოდ ემიგრაცია დარჩება ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად, ალბათ რამდენიმე კიდე მომავალი წლების განმავლობაში, თუ აქ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, ხო? ხო, ამის გამო მე ვფიქრობ, რომ თვითონ აი ეს რაც აღწერე, ეს შეგვიძლია დავაფორმულიროთ ისე, რომ თვითონ ქვეყანაში არსებული დღეს სიღარიბე და სოციალური თანასწორობა უნდა იყოს აყვანილი ეროვნული უსაფრთხოების რანგში. ანუ სიღარიბე უნდა იყოს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმული, იმისთვის რომ ქვეყანა გადარჩეს. და თუ ჩვენ ყველა თანხმდებით იმაზე, აი ეს მითოლოგიზირებულ გეოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ, თუნდაც მაგ წიაღშიც და მაგ დისკურსშიც ყველა თანხმდებით, რომ ჩვენაერ პატარა ქვეყნებს დიდი განსაცდელი ელის, მაშინ გამოსავალზეც უნდა ვსაუბრობდეთ, ხო? და გამოსავალი არის ეს, რომ ძალა იპოვო საკუთარ თავში, მობილიზდე და გახდე აი მაგალითად ბევრ აკადემიკოს აქვს ისე თქვა, მაგრამ ბოლოს ითქვა პოლიტიკურ ნაწილში ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა უკრაინაზე, შენ გახდე ფოლადის ზღარბი, ხო? რომ ვერავინ გაბედოს შენთან მოკარება და თუ გაბედავს მოკარებას, ვერაფერი მოგიხერხოს საბოლოო ჯამში, ხო? და შენ გადარჩე როგორც ფუნქციონირებადი საზოგადოება და აქედან გამომდინარე იმისთვის რომ აი ესეთი შემდგარი ქვეყანა გავხდეთ, რაღაც ეტაპი დავხუროთ ჩვენს ისტორიაში, ხო, აი ეს
რაღაცა მუდმივი ბორძიკი და რაღაც ერთ და იგივე შეცდომების დაშვების 30-35 წელი და გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ამისთვის გვჭირდება ახალი პარადიგმები და ამ ახალ პარადიგმაში, ამ ახალ რაღაცა უცნობი სამყაროს მიჯნაზე ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძალა ჩვენივე თავში, საზოგადოების შიგნით, ცხადია და სულად ახალი პოლიტიკა უნდა შემოვიტანოთ ისევე როგორც და რა თქმა უნდა ეს უპირველეს ყოვლისა აი სინთეზი უნდა იყოს დაცული სიღარიბე, უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, მაგალითად ფსიქოლოგიური მომზადება, მომავლის ხედვა, რწმენა და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ თუ საზოგადოება არ შეიკრა, არ გაერთიანდა და მას შესაძლოა მთელი ეს 35 წელი ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ელიტას დაეპირისპირებინა საზოგადოების ფენები, ჯგუფები, ეთნიკური უმცირესობები მაგალითად თუ ასე შემდეგ, რომ მერე თვითონ ემართა და აი ამ ამღვრეულ წყალში თევზი დაეჭირა, აი ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, ხო? ჩვენ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და უნდა გაერთიანდეს მიზანმიმართულად, რომ გადარჩეს და პირიქით განვითარდეს აი იმ ძალიან უცნობ რაღაცა ოკეანეში, რომელსაც პოლიტიკურ ოკეანეში, რომელსაც ეხანდელი სამყარო ამზადებს. და აი ამ შენ ძალის შენება ახსენე და უფრო მეტად თავდაცვის კონტექსტში ისაუბრე, მაგრამ ალბათ ამ ძალის შენებას აქვს კიდე მეორე განზომილება, როგორც არის ეკონომიკური სუვერენიტეტი თუ გნებავთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რადგანაც ვამბობთ რომ რაღაც არ ვიცით ეს საერთაშორისო წესრიგი როგორ ჩამოყალიბდება ზუსტად, როგორ შეიძლება ჩვენ გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას, ყველა შემთხვევაში უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ ეკონომიკურად ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი და შეძლოს თავისი თვითმყოფადი მეტნაკლებად არსებობა, ხო? შეუძლებელია აი ასეთი გამოწვევები გქონდეს მსოფლიოში და ამავდროულად იყო ქვეყანა, რომელსაც საკუთარი არ ვიცი, ძროხის ხორცის წარმოება არ შეუძლია იმისათვის, რომ თავის საკმარისი იყოს თავისი მოსახლეობისთვის და ქვეყანას საკმარისი ხორბალი არ აქვს იმისთვის, რომ რაღაცა განსაკუთრებული კრიზისის პერიოდში გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა. და რას ხედავთ, ხო, ნაცვლად აი ამ შიდა ეკონომიკური გაძლიერებისა, ნაცვლად ინდუსტრიალიზაციისა, ნაცვლად წარმოების განვითარებისა, რაც იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სუვერენიტეტისათვის, ქართული ოცნების ხელისუფლებამ მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ის გააკეთა, რომ საქართველო უფრო და უფრო ყოფილიყო დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, ხო, ეკონომიკაში მათ შორის. ეხლა კი მართალია ძალიან სიამაყით გვეუბნებიან, რომ ფასები უნდა დაარეგულირონ, მაგრამ ჩემთვის კითხვაა, როგორ უნდა დაარეგულირო ფასი შენ ქვეყანამ, როდესაც სრულად იმპორტზე ხარ დამოკიდებული, ხო, იქნება ეს საკვები, იქნება ეს მედიკამენტები, თუ ყველა საბაზო საჭიროები, რა ჩვენს მოსახლეობას აქვს, ყველაფერი იმპორტირებულია და როგორ უნდა დაარეგულიროს ფასი ხელისუფლებამ, რომელიც და ქვეყანამ, რომელიც ვერ აწარმოებს ამ პროდუქტებს, ეს ძალიან საინტერესოა და რა თქმა უნდა პოპულისტური განცხადება არის და პოპულისტური ნარატივია, ხო? და ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნება არა მხოლოდ შიდა ძალას არ აშენებდა, არამედ როგორ მიზანმიმართულად ხდებოდა დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, რუსულ კაპიტალზე და ეს განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა აი რუსეთის აგრესიის და ომის შემდეგ უკრაინაში, ხო, როგორ იხეირა ქართულმა ოცნებამ მართალია ამას გვეუბნება, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ თუ დავაკვირდებით რიცხვებს სინამდვილეში, ეს არის გაზრდილი ეკონომიკა იმ მიმართულებით, საიდანაც რუსული ფული შემოდის, სადაც რუსული ბაზარია, ხო? ანუ რამაც უნდა გვაფიქრებინოს, რომ ჩვენ უფრო და უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით აი ამ ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელზე. აი მაგალითისთვის ასევე რო შევხედოთ, ჩვენი ყველაზე დიდი ექსპორტიორები რუსეთში და იმპორტიორები რუსეთიდან. ნუ იმპორტი ეს არის ნავთობპროდუქტები, არ არის გასაკვირი, განსაკუთრებით აი ამ ომის კონტექსტში ეს სანქცირებული ნავთობპროდუქტის შემოტანა და შემდეგ რეექსპორტი საქართველოდან, ამას ძირითადად აკეთებენ ვინ?
ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ეკონომიკური ჯგუფები და ანალოგიურად ექსპორტზე ძირითადად გადის უფრო მეტად ტოპ 10-ში არის ღვინის და ალკოჰოლის წარმოება და ეს კომპანიები, რომლებიც ერთის მხრივ თან შემომწირველები არიან ქართული ოცნების და თან ასევე სუბსიდიებს იღებენ საქართველოს ბიუჯეტიდან. ხო, ანუ ეს კარგად ეს გვაფიქრებინებს, რომ ქართული ოცნების ეს ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტზე ლაპარაკი არის სრული ბლეფი და სინამდვილეში ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა ერთმანეთთან შედის გარიგებაში იმისათვის, რომ აი ამ შექმნილ გეოპოლიტიკურ ყევებში, მათ შორის რუსეთის ომით, მათ შეძლონ თავიანთი მატერიალური და ფინანსური ინტერესების გაუმჯობესება. და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი რისკი მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? როდესაც, რა ვიცი, აგერ ასე ხდები დამოკიდებული რუსეთზე, გარკვეული მაგალითები შეგვიძლია შევხედოთ აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებითაც, ხო? მათთვის რუსეთის პარტნიორობის ფასი იყო რა? ხალხი გაიწვიეს ჯარში. და აფხაზები და ოსები დღეს უკრაინაში იბრძვიან. ეს არის ფასი იმისა, თუ რას გადავიხდით ჩვენ, როდესაც აი ასე დამოკიდებული ვხდებით რუსულ ბაზარზე. ლუკა, მე მგონი შენ გამახმაურება გინდოდა ამ საკითხზე, ხო? დავამატებ, რომ ანუ რუსეთი ხო რუსეთად და იგივე ეს იგლ ჰილსის ხელშეკრულება გინდა თუ ანუ ვისთანაც ახლა დასუნსულებენ ასე ვთქვათ, ხო? ეს ოცნები მაღალჩინოსნები რო გააფორმონ ახალი პარტნიორობა, ხო? და ეს რო იფუთება დივერსიფიკაციად და ასე შემდეგ, ხო? ანუ გარედან თქვათ ვინ რა წონის საფრთხეს წარმოადგენს, ხო? და თქვათ ის რომ რუსეთი განსაკუთრებით კიდე რაღაც მრავალშრიანი საფრთხე არის, ეს ვიცით, ხო? მაგრამ მეორე ამბავი ხო ის არის, რომ ნებისმიერ გარიგებას, რასაც ოცნება დებს, მაინც ანუ ქვეყნის შიგნით იქნება ეს ემირატებთან თუ რუსეთთან თუ თუნდაც ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ სამყაროდან მომდინარე ინვესტიციებზე იყოს საუბარი, თუ ქვეყანაში მივიდათ მართლა ეს ავტორიტარიზმი ბოლომდე გაფორმდა და მართლა მაღაროელი შეგიძლია რომ 6 წლით გაუშვა ციხეში და ეს პრეცედენტია ესე დადგა, ხო? და ეს იქნა აწის როგორც გაუმკლავდება ხელისუფლება ნებისმიერ სოციალურ პროტესტს, ხო? მაშინ მივიღებთ იმას, რომ უბრალოდ ნებისმიერი გინდ რუსეთთან და გინდ უფრო კეთილგანწყობილ ძალასთან ნებისმიერი ურთიერთობა, ჩრდილოვანი თუ არაჩრდილოვანი, ქვეყანაში ხალხზე აისახება ისე რომ არაფერი ანუ ხმის ამოღებას ვერ შეძლებ, ხო არაფერი შენი განსაზღვრელი არ იქნება, ხო? და მოგიწევს უბრალოდ მართლა ესე პასიურად მიიღო რასაც გადაგიწყვეტს ოცნება, ხო? და ნუ არანაირი არც ჩართულობის წილი არ იქნება დემოკრატიული, ხო? მაგ თქვა რაღაცა დივერსიფიკაციაში და იმაში რომ მართლა გარანტირებული იყოს რომ ნებისმიერი ეს რაღაცა ახალი მიმართულების გაჭრა საგარეო ფრონტზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად მართლა აქ ადგილზე ხალხისთვის სასარგებლო სახით სასარგებლო დაისახოს, ხო? არამედ ხო, ანუ საერთოდ ბოლომდე მივიღებთ იმ მოცემულობას, რომ უბრალოდ იქნება ისევ აი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ავტორიტარული ძალის გამყარება, რომელიც ნებისმიერ გარიგებას გამოიყენებს იმისთვის, რომ გაიმყაროს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება, ხო? შესაბამისად გამოდის, რომ ძალიანაც აწყობს არა ქართულ ოცნებას და მისნაირ ავტორიტარულ რეჟიმებს, აი ეს საერთაშორისო წესრიგის რღვევა და ახალი ტიპის მულტიპოლარულობა, რასაც ეძახიან, თუ საერთაშორისო სამართლის რღვევა, იმიტომ რომ მათთვის ხელფეხი იხსნება ფაქტიურად, ხო? შენ როგორ ხედავ ამას, ლუკა? ხო, ეს სუვერენიტეტის
საკითხს უტრიალებთ, ხო, რაც ესე დაიხვია ხელზე ოცნებამაც, ისე როგორც ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი იხევს, ხო, ხელზე, იმიტომ რომ ანუ ოცნების პრობლემა ხო ის არის უბრალოდ რომ მათ უნდათ თქვათ რომ გარიგდნენ ტრამპთან იგივე და ეს ტრამპი არ აქცევს ყურადღებას ხო თორემ თავისთავად აი ეს რღვევა რაც მოხდა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისაც ისედაც ძალიან მყიფე იყო რა თქმა უნდა მათ წინზე ასხამს წყალს ხო უბრალოდ ისევ და ისევ ოცნებას რო თავი დავანებოთ მე გამკვირვებია იმათი ვინც იდეაში ოცნებას თან დანასისხლადაა გადაკიდებული ხო თქვათ ჩვენი რა ვიცი ოპოზიციური სპექტრი ვინც თვითონაც ძალიან ხშირად აშს უკრავენ იმას რომ აი მართლაც ხვირწინ აგურ გვეშლება ეს საერთაშორისო წესრიგი და ყველაფერი თითქოს ჩამოკიდებული ხდება იმაზე რა ქვია რომ ვიღაცა ტრამპი რომელ დღეს რას გადაწყვეტს ხო იმიტომ რომ ისევ და ისევ ხა ირანის მაგალითი რო ავიღოთ ან მან გამოჩნდა ძალიან კარგად ხო რომ ერთი რომ ირანელი ხალხის ნაწილმაც აი რომ უცებ რომ აღმოაჩინეს რომ ამ კბილებამდე შეერაღებული რეჟიმის წინაშე არიან სრულიად შიშველი ხელებით ხო იმედი მიეცა ბევრს რომ მართლაც რაღაცა დახმარება წამოვიდოდა გარედან ხო და ნახეთ ხო ტრამპმა რომ დატვიტა რომ მიდით მიაწექითო და მე დატოვა ეს ადამიანები ხახამშრალი ხო სხვა ამბავია რეალურად ეგ ჩარევა რომ მომხდარიყო მართლა რამდენად სასარგებლო იქნებოდა ხალხის ბრძოლისთვის ხო ეგ მაგას თავიდან ვთქვით ანუ რაღაცა ირანელების ნაწილშიც რაღაცა ეს იმედი აღაზრა ხო და ანუ ჩვენთანაც ხედავდით როგორ აი მართლა უყურებდნენ იმედით და კმაყოფილები რომ აი ახლა მოკლედ ტრამპი მოაყომარებს ყველაფერს ხო მაგრამ მე აი საშინელი იმედგაცრუება რო დადგა ხო რომ არაფერი რო არ გააკეთა ტრამპმა და რომ მართლა ჩაიხოცა ის ხალხი რომ გასაგებია რომ ტრამპის დაძახებულზე არ გამოსულა მაგრამ ანუ მაინც ხო რომ ეს შეტოვებული რო დარჩა მართლა იმ კაციჭამიებს ანუ ამის მერე აი ამ მაგალითის მერე ამ პრეცედენტის მერე მაინც როგორღა შეიძლება რომ ტაში უკრა აი ესეთ წესრიგს ხო თუ წესრიგი ქვია ამას საერთოდ ხო სადაც ნუ უბრალოდ იმის მაგირად რომ რაღაცა თქვა მართლა საერთაშორისო წყობრი მექანიზმები არსებობდეს რომლებიც ესე ქაღალდზე გაეროს ქარტიაში ჩადებული არის ხო რომ თუ შენი მთავრობა გჟლეთს და არ ღვევს ყველანაირ შენს უფლებას რომ გარედან დანარჩენ ქვეყნებს აქვთ იმისი ლეგიტიმური უფლება რომ ჩაერიონ ასე ვთქვათ ხო შენს ეგრეთ წოდებულ სუვერენიტეტში ხო და აღადგინონ რაღაცა ეს უფლებრივი მდგომარეობა ხო და აქ ვიღებთ იმას რომ აბსოლუტურად მორღვეული არის აი ეს არსებული ინსტიტუციური წესრიგი და ყველაფერი ჩამოკიდებული არის იმაზე ერთი კონკრეტული კაცი რომელ დღეს რა იშტაზე წამოდგება ხო ისიც გასაგებია ოღონდ რომ რა თქმა უნდა ტრამპის მიღმაც ძალიან ბევრი სხვა ძალა დგას და მართლა მარტო უშუალოდ მასზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი ხო უბრალოდ ნუ მისი აი ეს რაღაცა პერსონა და მისი ეს ხასიათები რომ ყოველდღიურ საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან დიდ ნაწილს დინამიკისა განსაზღვრავს ამას ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ ხო იქნება ეს უკრაინასთან თუ რა ვიცი ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით ხო ეს რაღაცა მართლა ელემენტარული რაღაცა გადმორეკვების დონეზე და ამ რაღაც აბსოლუტურად გიჟური დიალოგების დონეზე რაც ტრამპს ახდენს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ხო და ანუ უბრალოდ იმის გამიდა რომ ირანისნაირი 90 მილიონიანი ქვეყანაც კი რო ესეთი ან ძევალი ხდება აი ამისთან სოფლიო მოწყობის ხო ანუ რა ჩვენაირ პატარა ქვეყანაში რანაირად შეიძლება ვინმეს კონდეს ანუ საღად მოაზროვნეს იმისი იმედი რომ ეს მოწყობა შეიძლება რამენაირად კარგი იყოს ჩვენ ხო ხო
ამასთან დაკავშირებით ვანოს მინდა ის ვკითხო, რომ ხშირად გამოსავალს, რადგანაც აი ასეთი ტიპის გამოწვევებია, რაზეც ლუკას საუბრობდა, გამოსავალს ხშირად გვთავაზობენ ხოლმე, რომ საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა და ამით შეძლებს აი ასეთი ქარტეხილებისგან თუ ასეთი ტიპის გამოწვევებისგან თავის დაცვას. შენ როგორ ფიქრობ, ანუ რამდენად რეალური შეიძლება იყოს ნეიტრალიტეტი საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად გარდამავალ პერიოდში ან თუნდაც გრძელვადიანად? ხო, ნეიტრალიტეტი ასევე კიდევ ერთი მანიპულაციური საკითხია და ახსნი რატო. ზოგადად რო შევხედოთ იმ ქვეყნებს, სადაც ნეიტრალიტეტმა გაამართლა, აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, ხო? ნეიტრალიტეტი ისე ხო არ არის, რომ აი თეთრი დროშა გადმოკიდო და მე უბრალოდ არავის არ ანუ ეს უბრალოდ არ ხდება, თუ შენ იმ მომენტში რაღაცა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას წარმოადგენს, შენ ნეიტრალიტეტის მიუხედავად ისე გადაგივლიან და გადმოგივლიან არავინებს არ დაგეკითხება, ხო? ანუ ეს ნეიტრალიტეტი დანებებას არ უნდა ნიშნავდეს. ნეიტრალიტეტი ამართლებს იმ შემთხვევაში, თუ გაქვს დამდგმის გეოგრაფიის მნიშვნელობა აქვს, სწორი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იმ კონტექსტში შესაბამისად, ხო, რა საფრთხეებიც არსებობს. აი მაგალითად რა ვნახოთ ახლა სადაც გაამართლა ნეიტრალიტეტმა არის ჩაკეტილი შვეიცარია, მაგალითად ავსტრია, როცა გაქვს ზღვა ძალიან რთულია ნეიტრალური ქვეყანა იყო. ასევე როდესაც შენ მის გამოწვევები გაქვს, რაც ჩვენ აღვნიშნეთ, ხო? ძალიან ესე იგი მოწყვლადი საზოგადოება ყავს, სიღარიბია, არანაირი ღირებულება, ესე იგი გლობალურ საერთაშორისო სისტემაში შენ არ გაგაჩნია, ხო, არც საფინანსო კუთხით, მაგალითად როგორც მაგალითად შეიძლება შვეიცარია იყოს, ან რაღაცა არანაირი საფუძველი შენს ნეიტრალიტეტს არ აქვს, იქ ნეიტრალიტეტის გამოცხადება უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ მოკლედ შენ თავს სთავაზობ იმ მომენტში ყველაზე ძლიერი ვინც არის ფაქტობრივად. და აქედან გამომდინარე, ნეიტრალიტეტი თუ გვინდა რომ პრაგმატული იყოს, მაშინ უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, როგორც თქვით, ხო? ანუ არადაპყრობადი, ანუ ვერ უნდა დაგიპყროს ვერავინ. და თუ მაგალითად ფინეთი არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი არ იყო, აი 20-23 წლამდე, ხო, თუ სწორად მახსოვს. მაშინ როდესაც და მიიღეს, როცა მოინდომა თავად ფინეთმა, მიიღეს სულ რამდენიმე თვეში. იმდენად მომზადებული და ძლიერი ქვეყანა იყო, ხო? და თუ მაგალითად ჩვენ გვინდა რომ არ ვიცი იგივე გზას დავადგეთ, მაშინ უნდა დაემსგავსო კიდეც ესეთ არადაპყრობად ქვეყანას და ეს თავად არის განაცხადი მერე, რომ შენ ესე იგი რესურსების მობილიზებას ახდენ იმისთვის, რომ გაძლიერდე, ამისთვის მაინც დაგჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე ცოდნაზე წვდომა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნატო ამ კუთხით ჩვენთვის შეუცვლელი პარტნიორია, ხო? გასაგებია, რომ იქ გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მასთან თანამშრომლობა და მასთან ესე იგი ის რომ გინდოდეს რომ აი ამ დაცულ ბლოკში იყო, ცხადია, ბუნებრივი სურვილი არის ჩვენ არ პატარა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ რაღაცა ერთგვარად თითქოს სამშვიდობოს გასვლას გავს, მაგრამ ახლა ხედავთ რომ თავად ნატოს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ მისი მეორე მხრივ მისი რა ხიბლიც ეგ არის, რომ შიგნით ძალიან ნორმატიულად წყდება ეს საკითხები, თუნდაც ისეთი დიდი გრავიტაციის ცენტრი, როგორც არის ამერიკა, ჩანს უკვე იკვეთება, რომ აი გრენლანდიის საკითხს აი ძალით მაგას ვერ გადაწყვეტავს, ხო, იმიტომ რომ ის თქვენ კონგრესი მაგალითად იგივე ნატოს წევრი ქვეყნებია, შენ ერთის მხრივ რომ იყო ნორმატიული და სამხედრო გაერთიანების წევრი, ხო, ესეთი ჯერჯერობით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია, მაგრამ თუ აქედანვე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა, მაშინ ჩვენი ალტერნატივა უნდა იყოს ერთის მხრივ ის მოდელი, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ტოტალური თავდაცვის, ყოვლის მომცველი უსაფრთხოების, რომელიც წინოთ ის დაუძახოთ და ამასთანავე მეტნაკლებად ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და სწორი იდენტიფიცირება ჩვენი პარტნიორების. იმიტომ რომ საფრთხეების მასშტაბები იზრდება და ახალ-ახალი ცოდნები და გამოცდილებებია ყველა სფეროში. აქედან გამომდინარე,
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამაზე დისკუსია გავხსნათ და აი ის რაღაცა სოროში შემძვრალი პოზიციიდან, რასაც ქართულოცნება გვთავაზობს, რომ მოდი აქედან გადავრჩეთ და ისე გავიაროთ ქარტეხლები. მაშინ, როდესაც თვითონ ძალიან კარგადაც ესე იგი ცდილობს კი გააკეთა კიდეც არჩევანი, გულისხმობ აი ამ ავტორიტარული არანორმატიული ქვეყნების გვერდში დადგომით და არანაირ ნეიტრალიტეტი თვითონ პოლიტიკურად არ შეუნარჩუნებია საერთაშორისო არენაზე პირიქით, ძალიან მკაფიო მისი არჩევანი, ცდილობს რომ აი ამ თავისი პროპაგანდით ხალხს დააჯეროს, რომ ეს არის აი რაღაცა გეოსტრატეგიული რაღაცა ჭადრაკისებული გროსმაისტერული სულები, რამდენიმე დონიანი, ხო? არადა ყველაზე პრიმიტიული საქციელია, რაც შეიძლება რომ აი საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს, ხო? რაც ქართულმა ოცნებამ მაგალითად გააკეთა, მომენტალურად დაიბნა საათებიც კი შეგვიძლია განსაზღვროთ დაახლოებით, აი რა ვიცი, 24-დან 48 საათს პერიოდში, როდესაც დაიწყო უკრაინაში ომი, აი მომენტალურად დაიბნა, რა უნდა გაეკეთებინა და იმის მერე არის სრულ მის კალკულაციაში, ან თუ რაღაც საკეთებს იმისთვის, რომ იქაც ვიწრო ჯგუფმა ადამიანებისა იხეირონ და ამას გვასაღებენ როგორც რამდენიმე სვლიან იმას, ხო, კომბინაციას. სტრატეგიულ დაგეგმარებად. კი ბატონო. ლუკა ხო, აი ბანოს აზრს გავაგრძელებ, თან ფინეთს რო ახსენებ და მე მგონი ფინეთის პრეზიდენტმა შემოიტანა ეს ტერმინი ღირებულებებზე დამყარებული რეალიზმი, ხო? ანუ ღირებულებებზე დამყარებული იდეალიზმის ნაცვლად, ხო? და მან ბანოს მეთანხმები რომ ძალა უნდა მოიკრიბო და მართლა როცა იქნება, რომ შეიცვლება რაღაც სიტუაცია, მართლა უნდა შიგნიდან აშენო რაღაცა კიდე ეს ანუ თავდაცვითი ძალა თუ სხვა, ხო, რომ არ იყო ესე ჰაერში გამოკიდებული, მაგრამ მეორე არის იგივე აი დღესაც, ხო, რაც არ უნდა ხელშეკრულებები ვიყოთ, უბრალოდ ჩვენივე შეფასებებში რა შეიძლება იყოს ჩვენი მიმართება იმასთან, აი რომ ვხედავთ, ხო, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის რღვევას, ხო, ისევ და ისევ, ანუ წიხლი კი უნდა ჩააზილო ამას, რომ რაღაცა არ მუშაობს და რაღაცა იკუდება, მოდი ბარემეც ერთი წიხლი ვუთავაზო, ხო, და მართლა ყველაფერი ვიღაცა ძლიერ კაცზე გახადო ჩამოკიდებული, არამედ იზურუნო იმაზე, რომ ეს წესრიგი, რომელსაც არ გაამართლა საკვანძო მომენტებში რო კვდება, ხო, ეხლა ადგე და ანუ იზრუნო შენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმაზე რომ მართლა მარტო გარიგებებზე დამყარებულია ეს რაღაცა მოწყობა კი არ მივიღოთ, სადაც ისე გაიწირება რომელიღაცა ხალხი, როგორც დაგიბარებია, არამედ მართლა ღირებულებებზე, ხო, დემოკრატიაზე, დემოკრატიაზე დამყარებული წესრიგი შემუშავდეს, ხო? ის რომ ანუ ეს ეხა დღეს არ მუშაობს, ხო, მართლა ამიტომ იმის თქმა რომ აი ხო ხედავთ და ამიტომ უნდა უბრალოდ რაღაცა ძალის პოლიტიკას მივემხროთ, ხო? თან ვიღაცა სხვისი ძალის პოლიტიკის მიმხრობას რო გულისხმობს ეს, იმიტომ რომ შენ არნაირ ძალა არ გაქვს, ანუ სიბეცეა უბრალოდ, ხო? და ეგ ანუ ზრუნვა რაც არ უნდა გრძელვადიანი იყოს მართლა ეს სამუშაო ზრუნვა აი ეგეთი მართლა რაღაცა მართლა ძალიან გამჭვირვალე და საერთაშორისოდ და მრავალმხრივად შეთანხმებულ მყარ წესებზე დამყარებული წესრიგის აშენებაზე ზრუნვა, ხო? ეგ იქნებოდა იმ გარანტიაც, რომ მე აი ეს სუვერენიტეტიც არ გახდეს ხოლმე ყველანაირი ჯურის ავტორიტარული რეჟიმისთვის რაღაცა ესა, ხო? ანუ ლეგვის ფოთოლივით, ხო? რომ ნიშნავდეს იმას, რომ მე ვარ სუვერენული იმაში, რომ საკუთარი ხალხი ვჟლიტო როგორც მომპრიანება და ყველაფერი ვინმე გარედან რამეს თუ მეტყვის ეს იქნება რაღაცა უცხოური ძალის ჩარევა, ხო? არამედ მართლა არსებობდეს რაღაცა ისეთი საერთაშორისო აი ქვეყნის სუვერენიტეტის ზემოთ არსებული საერთაშორისო მსოფლიო მექანიზმები, სადაც მათ შორის საზოგადოებებსაც, ხო, დემოკრატიულად ორგანიზებულ ხალხებსაც იქნებათ თავიანთი სათქმელი, რომ აი ეს სოლიდარობა, რაც
სამწუხაროდ ძალიან მყიფე არის დღეს, ხო, მაგრამ აშკარად რო ყველა ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის, ყველა რო ბრძნობს, ხო, სხვადასხვა ქვეყნებში რაღაცნაირ მოკავშირეობას და ნათესაობას, ხო, როგორც რა ვიცი, ჩვენ რო ძალიან ბუნებრივად რო ვუთანაგზნობთ ირანელებს თუნდაც, ხო, თავიანთ ბრძოლაში, ხო, ესეთ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც უნდა ეთქმოდეთ, აი ამ ახალ მართლა ჯანსაღ საერთაშორისო მოწყობაში და არ უნდა იყოს ყველაფერი ჩამოკიდებული მარტო აი ამ რაღაცა მთავრობებზე, ასე ვთქვათ, ხო? და ამითი უნდა დაბალანსდეს ერთის მხრივ სუვერენიტეტი კარგი გაგებით, ხო, როცა მართლა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისგან გამომდინარე, როცა იქნება გასაკეთებელი რაღაცა, მან მართლა სუვერენული უნდა იყოს და მეორეს მხრივ კარი გარანტიები იმისა, რომ ვიღაცა მე სუვერენიტეტი არ დაიხიოს ხელზე იმის, რომ მე უბრალოდ თავისი ხოშის და მიხედვით უბრალოდ გადაგიაროს, ხო, და მართლა არსებობდეს ზესუვერენული მექანიზმები, რომ დაგიცვას, ხო, რაღაცა მართლა ამ გარე სამართლებრივი მექანიზმებმა, ხო? აი ეს რაღაცა ბალანსი თუ არ შედგა, მართლა მივიღებთ მართლაც არიალა ძალის პოლიტიკას და რეალურად სრულ ქაოსს, ხო, და მეც არაფერს. დიდი მადლობა ლუკა და მე მჯერა რომ მცირე ზომის თუ საშუალო ზომის ქვეყნებს აქვთ საშუალება რომ აი ამაზე იმუშაონ და ამის წინააღმდეგ გაილაშქრონ, ხო, და მაგალითისთვის აი კანადის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო შესანიშნავი ამ კუთხით, როდესაც მან თქვა, რომ კი არსებობენ ეს დიდი ძალები და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ მე განნიშნავს, რომ ჩვენ უძალოები ვართ, ხო? ჩვენ ერთად ისეთივე ძალა შეგვიძლია შევქმნათ, რომელიც გარკვეულ ბალანსს შეძლებს ამ დიდი ძალებისას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თვალის გასწორება რაღაცისთვის არ ნიშნავს ბუჩქებში დამალვას, არამედ ნიშნავს პროაქტიულად მუშაობას, მოკავშირეების ძებნას, საკუთარი ძალის შენებას შიგნითაც და გარეთაც საერთაშორისო დონეზე, ხო? იმიტომ რომ გამორიცხულია ასეთ სიტუაციაში მარტო თავი გადაირჩინო და სწორედ ამას ამბობდა კანადის პრემიერ-მინისტრი, რომ რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული ძალებით და საშუალო თუ მცირე ზომის ქვეყნების ალიანსი ერთმანეთთან და მოკავშირეობა აი ამ დიდი ძალების დასაბალანსებლად, ხო? სამწუხაროდ ჩვენ ამას ამის შესახებ არ ვსაუბრობთ საქართველოში, ასეთი ტიპის მცდელობები არ გვესმის განსაკუთრებით ქართული ოცნებისგან, ანუ ის არ ამბობს, რომ ის პროაქტიულად რაღაცა ტიპის კავშირებში, ალიანსებში, პლატფორმებში თუ ქსელებში შევა თანამოაზრე ქვეყნებთან, არა, პირიქით უცნაურ ქსელებში და ალიანსებში შედის, რომელიც გაუგებარია, რამდენად სასარგებლო იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის, მაგრამ აქ როგორც ჩანს, მაინც ხო ქართული ოცნების კალკულაცია არის ის, რომ ავტორიტარიზმი მას აწყობს, ეს ავტორიტარულ ქსელებში ყოფნა მისთვის სასარგებლოა, ისევ და ისევ, რაც თქვით, ხო, მისი ძალაუფლებისა და ეკონომიკური ინტერესების გასამყარებლად. არადა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ასევე ვფიქრობდეთ და კარგად, ანუ ხმამაღლა ვლაპარაკობდეთ იმაზე, თუ როგორ ჭამს ეს ავტორიტარიზმი შიგნიდან ქვეყანას და როგორ ასუსტებს ჩვენ საზოგადოებას და ამის კლასიკური მდგომარეობა გვაქვს. ახლა როგორი დაუძლურებული არა ქვეყანა მხოლოდ, არამედ თვითონ საზოგადოებაც, როგორ არის გაუცხოებული საზოგადოება ერთმანეთისგან, ხო, იმიტომ რომ ადამიანები აღარ არიან თავისუფლები, ადამიანებს აღარ აქვთ ეს განცდა, რომ შეუძლიათ თავისუფლად პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მონაწილეობა. და რაც მთავარი, ანუ ატომიზაციის მთავარი მანიშნებელია ის, რომ ადამიანები ცდილობენ საკუთარ გადარჩენას, რაღაცა ყოველდღიურ გადარჩენაზე არიან ფოკუსირებული და ძალაუფლებასთან დაახლოებას, იმიტომ რომ ეს გადარჩენა მხოლოდ ძალაუფლებასთან დაახლოებით არის შესაძლებელი, ხო? და აი ჩემთვის ძალიან კარგი მაგალითი არის სწორედ ჭიათურა, სადაც იყო ერთ დროს ძლიერი წინააღმდეგობა
მაგრამ ძალისა და სიღატაკის გამო ეს წინააღმდეგობა დაიშალა. იმიტომ ადამიანებმა ერთმანეთს ზურგი აქციეს, იმიტომ რომ მათ გადარჩენის საკითხი ჰქონდათ და გადყდა სოლიდარობა ჭიათურაში ამის გამო და ნაცვლად რაღაც კოლექტიური მიზნისა ადამიანებმა საკუთარი პირადი გადარჩენის მიზანი დაისახეს, ხო? არადა თუ საუბრობთ იმაზე, რომ რაღაცა დღეს ახლა რაღაც ისტორიულ გზაგასაყარზე რყევებია, ტექტონიკური რყევებია და რაღაც საერთაშორისო ქარიშხლებია, სწორედ აი ესეთი ტიპის ერთმანეთის მხარდამხარ დგომა, ერთმანეთის ჭირის და ბრძოლის გაზიარება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გადარჩენისთვის და ეს ერთმანეთთან ჭირის და ბრძოლის გაზიარება ქვეყნის შიგნით, მაგრამ ასევე ქვეყნებს შორისაც, ხო? აი იმ ქვეყნებს შორის, რომელთათვისაც დემოკრატია და ეს ღირებულებები არის მნიშვნელოვანი. და ალბათ ასეთ შემთხვევაში შევძლებდით ზუსტად რომ გქონოდა ისეთი საზოგადოება და ისეთი ქვეყანა, რომელსაც ვიმსახურებთ. ამიტომაც არის რომ ჩვენ ხშირად სოლიდარობის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობთ, ქვეყნის შიგნით სოლიდარობაზე და ასევე ქვეყნებს შორის სოლიდარობაზე. დიდი მადლობა, მე მგონი საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა და ამით დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებშიც. მადლობა.